დაგიბრუნდით მეორე ვიდეოთი. ამ არხზე ვეხებით ქალსა და მამაკაც შორის ურთიერთობებს, განვიხილავთ ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორიცაა ემოციური მიჯაჭვულობა, ქართველი ქალისა და კაცის კომპლექსები ურთიერთობაში, გავაანალიზებთ, რა უშლით ხელს ქალსა და კაცს, რომ ჩამოაყალიბონ ჯანსაღი ურთიერთობა. ამიტომ, თუ თვლი, რომ ამ საკითხებზე ხშირად რჩევებს ვერ ისმენ, მაგრამ ძალიან გჭირდება სიცხადე, გამოიწერე ეს არხი. ეს ვიდეო ეხება ფლირტის 3 ოქროს წესს. დღეს ძალიან პოპულარულია სხვადასხვა მიდგომა, თუ როგორ უნდა მოხიბლო კაცი. სრულიად გაგებით ვეკიდები, რატომაც შეიძლება იყოს ქალებისთვის ამა თუ იმ ტექნიკის დასწავლა აქტუალური. როდესაც ვერ აყალიბებ ჯანსაღ ურთიერთობებს, როდესაც ხედავ, რომ სხვა ქალს კაცი ანებიურებს, მაგრამ შენ გიწევს დასჭირდე მინიმალურს და გრცხვენია კიდეც, რომ კაცისგან მოელოდე უფრო გულისხმიერ მოპყრობას, როდესაც ხვდები, რომ შენ სიმპათიას კაცს არასწორად ან საერთოდ ვერ გადასცემ, ამ დროს გგონია, რომ უბრალოდ ტექნიკურ დონეზე არ ფლობ საჭირო თეორიას. არ ხარ საკმარისად მომხიბვლელი, ან არ ფლობ საკმარის უნარებს, რომ კაცებზე მარტივად გამოიტანო დასკვნები და შესაბამისად მიუდგე. რეალურად თეორიულ ცოდნაზე არის 5 მაქსიმუმ 10% დამოკიდებული. დანარჩენი დამოკიდებულია შენ რამდენად ფლობ საკუთარ თავს, რამდენად მიღებული გაქვს საკუთარი თავი და გარეგნობა, რამდენად მოგწონს შენი თავი, რამდენად არ ხარ შენს თავზე ფანტაზიების აგებისკენ მიდრეკილი და კმაყოფილდები იმით, თუ რეალობაში როგორია შენი ბუნებრივი და ყველაზე ნამდვილი სახე. როცა შენ სრულიად მიღებული გაქვს საკუთარი თავი, გიყვარდება კიდეც საკუთარი თავი. როცა შენი თავი გიყვარს, ხდები გაბედული, სპონტანური და ლაღი საკუთარ სხეულში. სილაღე და სპონტანურობა და საკუთარ სხეულში კომფორტულად ყოფნა კი არის მთავარი ატრიბუტები იმისათვის, რომ შენ შეგეძლოს მამაკაცთან ფლირტი. სანამ უშუალოდ მეთოდებზე გადავალთ, მოდით გავშალოთ, რას მოიცავს სილაღე, სპონტანურობა და საკუთარ სხეულში კომფორტულად ყოფნა. როგორ უნდა მიაღწიო ამას? პირველ რიგში დაივიწყე შენი ფლირტის ტექნიკების გამოწვრთნა კაცის გემოვნებაზე. ეს არის დღეს ძალიან მოდებული ინტერნეტ სივრცეში, რაც ჩაგაგონებს, რომ შენ ხარ სრულიად უცოდინარი, შენ არ გაქვს თანდაყოლილი ხიბლი და უნდა იცოდე კაცის სამანიპულაციო ხრიკები, რამაც შეიძლება გაჭრას ერთდღე ან ორჯერ, მაგრამ საბოლოოდ, მუდმივად, მთელი ურთიერთობის მანძილზე შენ ვერ ითამაშებ. რაც ყველაზე ცუდია, ამ თამაშს საბოლოო ჯამში მიყავ ხარ საკუთარი თავისგან გაუცხოებისკენ. ამ თამაშით ვერაფრით ვერ იღებ საკუთარ თავს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენში არ უნდა ეძიო სხვადასხვა თვისებები, შეიძლება ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე შენში აღმოაჩინოს სრულიად ახალი სახე, მაგრამ ეს არ ნიშნავს გამიზნულად მუდმივად ისწრაფვოდე რაიმე ფანტაზიისკენ, რაც მორგებულია მთლიანად კაცზე და რაც შენ გაშორებს საკუთარი თავისგან. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო, არის ისწავლო საკუთარი თავის დახვეწა. ახლა კი გაგიზიარებ ერთ-ერთ ძლიერ მეთოდს იმისათვის, რომ დახვეწო შენი თავი, რათა შენი ფლირტის ტექნიკები იყოს შენთვის ძალიან ორგანული. რაც ყველაზე მთავარია, როცა შენი საკუთარი თავის შეცნობით ხვეწ ფლირტის ტექნიკებს, ეს ტექნიკები სხვებისას კი არ გავს, არამედ პირადად შენია. ასე რომ, ინტერნეტში გავრცელებული მასობრივი ტექნიკებით კი არ დაიწყებ კაცთან ფლირტს, არამედ შენი პირადით. თან ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ Instagram-სა და TikTok-ზე გავრცელებულ სწავლებებს ბევრი სხვაც ატევნებს თვალს და სრულიად შემთხვევით შეიძლება კაცთან ზუსტად იგივე გაიმეორო, რაც სხვა ქალმაც. ეს კი საკმაოდ ხერხულ მდგომარეობაში ჩაგაგდებს. კაცი მიხვდება, რომ სპეციალურად მისთვის მიმართავ კონკრეტულ ტექნიკას. ამიტომ ინდივიდუალიზმზე და შენი თავის დახვეწაზე სწორი და გამოსადეგი არც ერთი გავრცელებული ტექნიკა არ არის. მაშასე, როგორ უნდა დახვეწო შენი თავი? გაგიზიარებ 3 მეთოდს. პირველი ეს არის შენი სხეულის გაცნობა. დამყარე რეალური კავშირი შენს პიროვნებასთან, შენს შინაგან მესთან. რატომ არის ეს საჭირო? იმიტომ, რომ გათავისუფლდე სირცხვილისგან, შენი სექსუალობის, ქალურობის, სინაზის სირცხვილისგან. ამისათვის შენ უკვე შენს თავსაც კი უნდა ებრანჭებოდე, რომ კაცთან გაბრანჭვა შენთვის უცხო კი არ იყოს,
არამედ ჩვეულებრივი ქცევა. ყველაზე კარგი მეთოდი არის სარკეში საკუთარი თავის დაკვირვება. დააკვირდი სარკეში შენს სხეულს, ჩახედე შენს თავს თვალებში, უთხარი შენს თავს როგორ მოგწონს შენი სხეული. უთხარი სარკეში შენს ანარგლს, რომ გესმის საკუთარი თავის, გრძნობ საკუთარ თავს, ხედავ საკუთარ თავს. ძალიან კარგი იქნება თუ დაიწყებ ცეკვას და ცეკვის პროცესში უყურებ შენს თავს თვალებში. რატომ არის მნიშვნელოვანი საკუთარი თავის ყურების პროცესი? თვალებში ყურებით შენ ამყარებ საკუთარ შინაგან მესთან კავშირს და უკეთესად იცნობ შენს თავს. წუდები იმ ბნელ მხარეებს, რომლითაც გიშინია, რომლითაც გრცხვენია, რომელსაც ჯერ არც კი იცნობ. ამ პროცესს შეუძლია დაამსხვრიოს შენი შიშები, სირცხვილი, საკუთარ თავზე ლიმიტირებული წარმოდგენები, მიტოვებულობის განცდა, რაც ერთ დროს ბავშვობაში განიცადე უფროსებისგან და ზრდასრულ ასაკშიც გგონია, რომ არასაჭირო და შეუმჩნეველი ხარ. ადამიანის პირველი მაკრიტიკებელი არის საკუთარი თავი. თავის შინაგან დაუცველობას, ანუ იმას თუ რის გამოც აკრიტიკებს საკუთარ თავს, პროეცირებს სხვებზე. შედეგად გონია, რომ სხვები აკრიტიკებენ, მაგრამ რეალურად ეს კრიტიკის ხმა მას ეკუთვნის და არა სხვას. საკუთარი თავის ყურების სავარჯიშოებით შენ ალღობ კრიტიკას და შინაგან უხერხულობას. აუფერულებ მომენტებს, როცა შეგრცხვა და როცა თავი არასაკმარისად იგრძენი. ამ პროცესში თუ კი იგრძნობ ნებისმიერი სახის ემოციას, არ უნდა ჩაახშო, პირიქით. რაც არ უნდა უხერხული იყოს ამ ემოციის განცდა, უნდა მიიღო და გაიშინაგნო. არ უნდა გაექცე. სწორედ შენს ემოციებთან დამეგობრება გასწავლის თვითმიღებას და საბოლოოდ თვითსიყვარულს. საკუთარი თავისთვის თვალებში ყურებით, შენ თავდაპირველად შეიძლება გაგეცინოს. ეს არის იმის მანიშნებელი, რომ შენ უკვე დაიწყე შინაგანი გათავისუფლების პროცესი. ანუ დაიწყე მაკრიტიკებელი ხმის ჩახშობა. შეიძლება დაგეუფლოს უხერხულობა, თითქოს ასეთი სიახლოვე საკუთარ თავთან გადამეტებული და არასაჭიროა. მაგრამ ეს არის სწორედ იმის მანიშნებელი, რომ შენ არასდროს დაგიმყარებია საკუთარ თავთან ინტიმი და არასდროს გადაგიდგამს ნაბიჯი შეგეცნო შენი თავი, რადგან გეშინია შენი ბნელი მხარეების მიღების. ქალი, რომელსაც არასდროს დაუმყარებია საკუთარ თავთან ინტიმი, ვერასდროს დაამყარებს ღრმა და სასიამოვნო ინტიმს კაცთან. პირველ რიგში, ქალი საკუთარ თავთან უნდა გათავისუფლდეს, რათა შემდეგ შეძლოს კაცთან გათავისუფლება. შეძლოს კაცთან ლაღი ფლირტი. კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, თუ თვლი რომ კაცთან ფლირტის გრცხვენია, ეს იმიტომ რომ არასდროს გიფლირტავია საკუთარ თავთან. თუ თვლი რომ კაცთან არ ხარ გახსნილი, ეს იმიტომ რომ საკუთარ თავთან არ ხარ გახსნილი. და თუ თვლი რომ სხეული სრულად გახევებული და მოუქნელი გაქვს, ეს იმიტომ რომ არასდროს დაგიმყარებია რეალური ღრმა კავშირი შენს სხეულთან. ნაცვლად ამისა, ყოველთვის გრცხვენო და შენი სხეულის. ახლა დროა ეს ძველი ენერგეტიკა გაუშვა და ახლიდან გაიცნო და დაუახლოვდე საკუთარ თავს. ახლა ვისაუბროთ მეორე მეთოდზე. მას შემდეგ, რაც გაიცნობ საკუთარ თავს, უნდა გახდე უფრო სოციალური, ვიდრე აქამდე იყავი. ამისათვის დაგეხმარება კეთილგანწყობის გამომუშავება ადამიანების მიმართ, განსაკუთრებით კი უცხოს მიმართ. შენ თუ თვლი, რომ უცხოს უნდა ერიდო, გარემო მტრულია და ვერავის ვერენდობი, შენ აუცილებლად იქნები შენს ნაჭუჭში ჩაკეტილი. გარედან კი გასცემ ისეთ აურას, რომ შენ არავინ გჭირდება. შედეგად არც ერთ მამაკაცს არ მოუნდება შენი გაცნობა. გარემო არც მტრულია, არც მეგობრულია, გარემო უბრალოდ არის. ეს შენი პირადი წარმოდგენები და განწყობა აძლევს შესაბამის ელფერს გარემოს. ამიტომ ეს ნეგატიური წინასწარ განწყობა უნდა მოიშორო და გახდე გახსნილი გარემოსადმი. ამ შიშებით, ცრურწმენით და ჩაკეტილობით შენ ვერაფრით ვერ დაიწყებ ფლირტს. შენში ვერ გაიღვიძებს ის ცნობის მოყვარე, მგრძნობიარე ქალი, რომელსაც სიამოვნებს საკუთარი თავი კონკრეტულ გარემოში. მაგრამ როგორ უნდა გააკეთო ეს? პირველ რიგში, შინაგანად უნდა ირწმუნო, რომ გარემო არ არის მტრული და უცხო ადამიანი შენთვის საშიშროებას კი არ უნდა წარმოადგენდეს, არამედ ინტერესის ობიექტს. იმისათვის, რათა გახდე უფრო კეთილგანწყობილი გარემოს მიმართ, უნდა დაიწყო ინიციატივის გამოჩენა ადამიანების გასაცნობად. იქნება ეს კაცი თუ ქალი. გამოხატე ინიციატივა, დაინტერესდი ადამიანებით.
ადამიანებს იზიდავთ ყველა ის, ვისთვისაც საინტერესოები არიან. ამიტომ არ უნდა შეგაშინოს ინიციატივის გამოხატვა. გარდა ამისა, კეთილგანწყობა შენში ასევე აღვივებს სპონტანურობას. სპონტანურობა კი გახმარება მარტივად აუღალღო გარემოს და შესაბამისად ყოველგვარი დაძაბვის გარეშე შეძლო როგორც სიამოვნება, ისე ფლირტი. როცა გარემოს ალღოს უღებ, შინაგანად თავისუფლდები. შენი სხეულის ენა ხდება მემზიდველი, სხეული გიდუნდება და გითავისუფლდება. სიტყვები წყალივით მოგდის, ხდები უფრო მხიარული, ადვილად ყუმრობ, ერთი სიტყვით ადვილად ფლობ გარემოს. გარშემო მყოფებს შენი გაცნობა უნდებათ, რადგან ტოვებ მიმღებელი ადამიანის შთაბეჭდილებას. თანაც ადამიანები შენს მსგავსად არიან კრიტიკის მიდრეკილები. როგორც შენ ნერვიულობ, რა შთაბეჭდილებას დატოვებ სხვებზე, ისე სხვებიც ხელავენ. ამ დროს კი, როცა შენ იქნები სრულიად ლაღი და მიმღებელი, ადამიანები უფრო მარტივად ჩამოეშორებენ დამცავ ჯავშანს, რადგან ჩათვლიან, რომ შენ მათ კი არა კრიტიკებ, არამედ იღებ. ამიტომ არის ყველაზე ხმაურიანი, ყველაზე ექსპრესიული ქალების მიმართ, რომ უფრო იჩენენ კაცები ინიციატივას. იმიტომ რომ ისინი ტოვებენ ლაღი და არაკრიტიკული ადამიანის შთაბეჭდილებას. შესაბამისად, მათთან უფრო გაბედულად გამენ ნაბიჯს. სცადე სპონტანურობა. ამისათვის კი ხმაურიანობა და ზედმეტი ექსპრესია საერთოდ არ იქნება საჭირო. უფრო მეტიც. ვფიქრობ, ზედმეტია. როცა გარემოს ფლობ, ემოციებსაც ადვილად აკონტროლებ და აღარ გაქვს ის გაუგებრობა, რა დროს რა უნდა თქვა, ან რა დროს როგორ უნდა გამოძრავდე. თუ დაკვირვები ხარ იმ ადამიანებს, რომლებიც ადვილად თავისუფლებიან გარემოში, ახასიათებთ ძალიან საინტერესო რამ. სხვების მხრიდან კეთილგანწყობა და ვალიდაცია არ სჭირდებათ, რომ მოიქცნენ ისე, როგორც სურთ. შეუძლიათ ემოციების ფლობა. ამყარებენ საოცარ კავშირს საკუთარ სხეულთან და ზუსტად იციან, როდის რას გრძნობენ. შესაბამისად, მათი ყოველი მოძრაობა თუ საუბარი არის ლაღი. ისინი ჰარმონიულად ერწყმიან გარემოს, აქვთ შესანიშნავი უნარი მყისიერად ამოიცნონ საკუთარ სხეულში განცდების ცვლილება და რაც მთავარია, არ გაიქცნენ. ეს მათ აძლევთ უნარს განცდებმა კი არ იმოქმედოს მათ განწყობაზე, არამედ თავად იმოქმედონ განცდებზე, მართონ ისე, როგორც სურთ. ისინი არც იმაზე მეც ამბობენ, ვიდრე სურთ რომ თქვან და არც იმაზე ნაკლებს, ვიდრე სურთ რომ გამოხატონ. ყოველთვის ინარჩუნებენ იდეალურ ბალანსს, შესაბამისად, იდეალურად ფლირტაობენ. ამ ბალანსის მიღწევა შეგიძლია შენც. მესამე მეთოდი არის უნდა გრძნობდე ფლირტის ხელოვნებას. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს? მამაკაცები ცხადია, სხვანაირად არიან ბიოლოგიურად მოწყობილი ქალებისგან განსხვავებით. თუმცა ქალებს ხშირად ეშლებათ და ჰგონიათ, რომ მამაკაცებიც ისე იქცევიან სხვადასხვა სიტუაციაში, როგორც თვითონ. მაგალითად, ქალისთვის გაღიმება და ყურადღების მიქცევა უბრალოდ თავაზიანობა და ზრდილობაა. კაცი კი ქალის ღიმილს მაშინვე ჩათვლის ფლირტად და სექსისთვის მზაობად. ქალისთვის, რა თქმა უნდა, ერთი ღიმილი არ ნიშნავს, რომ კაცთან იმავე დღეს დაწვება. თუმცა ამის გაგება ხშირად მამაკაცებს უჭირთ და ქალის კეთილგანწყობას მაშინვე ჩათვლიან სექსზე თანხმობად. როგორც არ უნდა გასაკვირი იყოს, კაცის გონებაში ეს ასე ითარგმნება. თანაც ნებისმიერი კაცის გონებაში. საქმე ის არის, რომ როგორც კი კაცები გრძნობენ ამ სიგნალებს, ჰგონიათ, რომ ქალი უკვე გარანტირებული ჰყავთ. შემდეგ კი სულ ცოტა მეტ ძალისხმევას აღარდებენ ქალში და სულ ბევრი საერთოდ კარგავენ ინტერესს. ამიტომ შენ უნდა ისწავლო ფლირტი, რომელიც არც ზედმეტად გასცემს შენს ინტერესს და ყოველთვის ტოვებს რაიმე დამაინტრიგებელს. ამ ბალანსის მოპოვებაში ისევ და ისევ დაგეხმარება შინაგანი თავდაჯერებულობა. ხანდახან ქალები ან ზედმეტად ცივები არიან, ან ზედმეტად თბილები. ზედმეტად ცივები, იმიტომ რომ უჭირთ გახსნა, თითქოს თავდასხმას იგერიებენ. და ზედმეტად თბილები, იმიტომ რომ აკლიათ სითბო და უნდათ ეგრეთ წოდებული კარგი გოგოს იმიჯი დატოვონ. ამ დროს კი კაცი ქალის სითბოს თარგმნის, როგორც სექსისთვის მზაობად. დასკვნის სახით, ნუ ეძებს სიბრძნეს გარეთ. ეს სიბრძნე არის შენში. უბრალოდ ხანდახან მარტივი ტექნიკების დაზაპირება უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარ შინაგან თვითღირებულებაზე მუშაობა. თუმცა, პირველი თუ გაძლევს თითქმის უხილავ ეფექტს, თან გაშორებს საკუთარი თავისგან, მეორეს შეუძლია სრულიად მოახდინოს შენში ტრანსფორმაცია. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დააჭირე მოწონების ღილაკს.
ხოლო თუ გსურს ქალური ტრანსფორმაცია, გინდა რომ ჩამოაყალიბო ჯანსაღი ურთიერთობები მამაკაცთან, მაშინ გამოიწერე ეს გვერდი. კომენტარებში კი დატოვე შენი მოსაზრება, თუ რა არის ყველაზე აქტუალური საკითხი, რაც დღეს ქალს მამაკაცთან ურთიერთობაში ყველაზე მეტად აწუხებს. არ დაგავიწყდეს Instagram გვერდის გამოწერაც. დროებით.